პაციენტი ამ ფოტოში არის 10 წლის, აღინიშნება ჩანასახის არარსებობა, ეს სარძევი კბილი არის დროებით შენარჩუნებული და აქ ვერ ამოვა აი ასეთი კბილი. ეს არის მე-12 კბილი, აქეთ უნდა ამოვიდეს 22 კბილი, მაგრამ რადგან მისი ჩანასახი არ არსებობს, ვერასდროს ვერ ამოვა ეს კბილი. ძალიან ბევრი მშობელი მეკითხება, რომ გაიზრდება ბავშვი თუ ამოვა, ვერ ამოვა, იმიტომ რომ ამის ჩანასახი არ არსებობს. აი დააკვირდით, ეს არის მე-12 კბილი და გვერდით უდგას მე-13 კბილი, ანუ ეშვი. ზომებშიც კი განსხვავდება ესე. მეორე მხარეს, მეორე სეგმენტში დგას პირდაპირ ეშვი, დიდი ზომის კბილი და აი ამ ადგილას ამოსასვლელი მე-12 კბილის ჩანასახი არ არსებობს და არ გაჩნდება არასდროს. უბრალოდ რადგან ეშვი დგას პირველი კბილისკენ, აი ეს კბილი გაიწოვება, უკვე დაწყებული აქვს გაწოვის პროცესი და ეშვი ამოვა აი ამ ადგილას. გავიდა 2 წელი, მოვიდა პაციენტი, გადავიღეთ ფოტოები და ამოვარდნილი აქვს სარძევი კბილი და მალე აქ ველოდებით, რომ ამოიჭრება მუდმივი ეშვი. უკვე 12 წლისაა პაციენტი, აქვს დაგვიანებული მოცვა კბილების. ეს სარძევი ეშვი, ეს სარძევი მე-4 კბილები აღარ უნდა იყოს. ქვედაყბაზეც ნემსით ამოვუღეთ ეს სარძევი კბილები, რომ ამოსულიყო მუდმივი მე-4 კბილი. წესით და რიგით მე-4 კბილებს იცვლის პაციენტი 8 წლის ასაკში, ველოდებით 9, 10 წელი და უკვე 11 წლის იყო ეს პაციენტი, ამოუღეთ ძალით, არ ირყეოდა კბილი და არც მოირყევა თავისით და ამოვიდა მე-4 კბილი ასეთნაირად. ანალოგიურად მოვიქცევით ზედაყბაზე და რატომ არ ამოვიღეთ 4-ვე კბილი ერთდროულად? იმიტომ რომ სანამ ერთ მხარეს კბილი ამოუღეთ, მეორე მხარეს ღეჭავდა ბავშვი. ეს კბილი ამოვიდა, გადავედით მეორე მხარეს, ის ამოვიღეთ, ამოვიდა მე-4 კბილი, ახლა გადავალთ ზედაყბაზე, ამოვიღეთ სარძევი მე-4 კბილს და ჩვენი სურვილი არის, რომ ეს სარძევი ეშვი შენარჩუნდეს. თუმცა ამის გარანტია არასდროს არ გვაქვს. მე-4 კბილი შეიძლება მიაწვეს ამ სარძევი ეშვს და ამოაგდოს. და ჩვენ გვინდა პაციენტი არ იყოს უკბილოდ, 12 წლის პაციენტი, იცინის, უნდა რომ აქ იყოს კბილი. შეიძლება გაკეთდეს მერილენდის ხიდი მე-21 კბილიდან სარძევი ეშვამდე, ჩამოკიდებული იქნება დროებითი კონსტრუქცია, სანამ არ ამოვა ეს მუდმივი ეშვი.